თემას უკვე ვაგრძელებთ ჩვენს სტუმართან ერთად, ჩვენს დღევანდელ გადაცემაში ისევ ევროპის დროა და როგორც იცით, ყოველთვის მეორე პარასკევს კონრად ადენაუერის ფონდის მხარდაჭერით ამ რუბრიკას წარმოგიდგენთ საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი. და წელს დღეს ვგეგმავთ, რომ ვისაუბროთ ამ კომიტეტის წლევანდელ გეგმებზე. დილო მშვიდობის ჩვენი სტუმარი გახლავთ საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ბატონი ვიქტორ დოლიძე. ძალიან დიდი მადლობა, რომ მობრძანდით ჩვენთან და გილოცავთ ყველა ჩავლილ დღესასწაულს. მოდით გილოცავთ ყველაფერს და მადლობთ მოწვევისთვის. დიდი მადლობა. მოდით დავიწყოთ შეფასებით 2014 წლის კომიტეტის მუშაობის. როგორ შეფასებდით? მე ვფიქრობ, საკმაოდ დატვირთული გეგმა გრაფიკი ჰქონდა გასული წლის განმავლობაში. ჩვენ რამოდენიმე მიმართულებით ვიმუშავეთ და ალბათ ის ანგარიში, რომელიც წარსდგა პარლამენტის წინაშე საკმაოდ საინტერესო იყო ჩემის აზრით. და რაც ყველაზე მთავარი იყო წარმატებული. წარმატებული იყო იმიტომ, რომ ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ჩვენ მოვახერხეთ რაღაც ერთგვარი წერტილის დასმა იმ პროცესისთვის, რასაც ქვია ევროპარლამენტის მიერ ასოცირების შესახებ შეთანხმების რატიფიკაცია. ჩვენ მოვახერხეთ, რა თქმა უნდა, აღმასრულებელ ხელისუფლებასთან ერთად ვიზის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის პირველი ფაზის დასრულება. ჩვენ მოვახერხეთ ეგრეთ წოდებული DCFTA-ის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების გაფორმება და იმ ძირითადი პოსტულატების, მათ შორის საპარლამენტო განზომილების ჩადება, რომელიც გულისხმობს ასოცირების კომიტეტის შექმნას ევროპარლამენტსა და საქართველოს პარლამენტებს შორის. ჩვენ მოვახერხეთ ვიშეგრად პლუს ფორმატში საქართველოსთან თანამშრომლობის ახალი ფორმატის ჩამოყალიბება, რაც არის მნიშვნელოვანი და თქვენ იცით, რომ როგორც ჩეხეთმა, ასევე უნგრეთმა, პოლონეთმა და სლოვაკეთმა ძალიან მნიშვნელოვანი გზა გაიარეს, ერთგვარი ფლაგმანებიც იყვნენ ინტეგრაციულ პროცესებში, ეს იქნებოდა ნატო თუ ეს იქნებოდა ევროკავშირი და ასევე რა თქმა უნდა ორმხრივ საპარლამენტო ფორმატებში თანამშრომლობა. მე ვფიქრობ, რომ ევროპარლამენტთანაც იმ ძველი შემადგენლობით, ეხლა იცით უკვე ახალი შემადგენლობა ძალიან რთულ პირობებში, მაშინ როდესაც ის კონიუნქტურა, იგივე IPP, სოციალ-დემოკრატები, ლიბერალ-დემოკრატები და მწვანეები და სხვები რომ ავიღოთ, არ იყო ესეთი იოლი განსაკუთრებით თქვათ, აი 2 წლის წინ, როდესაც დავიწყეთ თანამშრომლობა, მათი დარწმუნება, რომ რა გზით მივდივართ, რამდენად სწორია ეს გზა, რამდენად ევროპულია, რა რეალური თქვათ კონტურები გვაქვს მომავალი თანამშრომლობის და ასე შემდგომ, მაგრამ ნამდვილად მოხერხდა ეს. ისევე როგორც სხვადასხვა მრავალმხრივ ფორმატებში, მათ შორის ხლა არ შეიძლება არ გამოყო ნატოს საპარლამენტო ასამბლეასთან თანამშრომლობა და ჩვენი როლი ყოველთვის ჰქონდა აქ. მე გახლავართ პარალელურად ასევე უთოს საპარლამენტო ასამბლეაში ხელმძღვანელი დელეგაციის საქართველოს მხრიდან, სადაც მე ვფიქრობ ეუთოში საქართველოს დელეგაციამ მიაღწია იმას, რომ ძალიან ბევრი სერიოზული ჩვენთვის მნიშვნელოვანი თქვათ ეგრეთ წოდებული ვორდინგები, ანუ ჩაიდო პასაჟები, რომელიც არის მნიშვნელოვანი სახელმწიფო უსაფრთხოების, საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტების და ასე შემდგომ მხრივ. ძალიან ბევრი შეიძლება ყველაფერზე საუბარი, მაგრამ მე ძალიან წარმატებული წელი იყო ეს რომ შევაჯამოთ ევროპასთან ინტეგრაციის თვალსაზრისით საერთოდ ქვეყნისთვის. ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებებიდან უშუალოდ რა ეხება პარლამენტს და რა სიახლეები იგეგმება და თუ იქნება სიახლეები 2015 წელს? რა თქმა უნდა, აქ არ არის საუბარი მარტო ერთმნიშვნელოვნად აღმასრულებელი ხელისუფლების ვალდებულებაზე, პარლამენტს არანაკლები ევალება, მათ შორის როდესაც საუბრობთ ჩვენ აი ის უმთავრესი პასუხისმგებლობა, რომელიც ითვალისწინებს ევროპარლამენტსა და საქართველოს პარლამენტების ერთობლივი ასოცირების კომიტეტის შექმნას, ეს ბუნებრივია სხვათა შორის არ ხდება. ეს არის ეგრეთ წოდებული საპარლამენტო ზედამხედველობის ფუნქცია, რომელიც ხორციელდება აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ გატარებულ აი სექტორული რეფორმების თქვათ რევიზიაზე, შემოწმებაზე. ჩვენ იგივე გასული წლის განმავლობაში ძალიან ბევრი ელჩი ყავდა მოწვეული, ისევე როგორც სამინისტროების წარმომადგენლები, მინისტრები, მათი მოადგილეები დეტალურად გავდიოდით პრაქტიკულად ყველა იმ საკითხს, რომელიც უკავშირდებოდა სექტორული რეფორმების გატარებას, რომელიც უკავშირდებოდა ქვეყნებთან ორმხრივ ურთიერთობებს და რაც ყველაზე მთავარია, შიდა მოწყობას ჩვენი ქვეყნისას, რომელიც ჩემის აზრით არის უმთავრესი, იმიტომ რომ ჩვენ ყოველთვის ვამბობ ხოლმე რაღაც ერთგვარ ეპოქალური, აი რაღაც ახალ ეპოქაში გადავედით. ეპოქალური ცვლილება იყო ასოცირების შესახებ შეთანხმების ხელმოწერა და მერე რატიფიკაცია. და რატო?
იმიტომ რომ ჩვენ ხო ხელისუფლებები ადრე ყოველთვის ჩამოკიდებულები იყვნენ და მე იმედი მაქვს რომ ეს ხელისუფლება არ ჩამოეკიდება ხელისუფლებას მხოლოდ იმაზე რომ დარჩენილიყვნენ მაქსიმალურად გაეხანძლებიან თავიანთი ვთქვათ ყოფნა ხელისუფლებაში მაქსიმალურად ვთქვათ თავიანთი ინტერესები და ქვეყნის ინტერესები უკან ყოფილიყო და ასე შემდეგ არავინ ინსტიტუციონალურ მოწყობაზე ქვეყნის არ ფიქრობდა დღეს შენ ამის ის კი არა რომ სურვილი გექნება თუ პოლიტიკური ნება ან არ გექნება ამაზეა საუბარია იმაზე რომ შენ ის პასუხისმგებლობა აღებული გაქვს და შენ თუ ამას არ შეასრულებ შენ ვერ იქცევი ევროპულ ქვეყანად ყოველთვის არ მიყვარს ხოლმე საუბარი იმაზე რომ რაღაც საშინაო დავალება უნდა შევასრულოთ ჩვენ ამ საშინაო დავალებას სხვისთვის არ ვასრულებთ ეს უნდა ვიცოდეთ ყველა ვასრულებთ პირველ რიგში ჩვენი თანამოქალაქეების კეთილდღეობისთვის შიდა დემოკრატიული თუ ინსტიტუციონალური განვითარებისთვის რომელიც მოგცემს შენ საშუალებას მომავალში ინტეგრაციული პროცესები განავითაროთ და კიდევ ერთი საპარლამენტო ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტი არის ის რომ საკანონმდებლო ჰარმონიზაცია უნდა განახორციელოს. სწორედ ეს უნდა მეკითხა ხო რას გეგმავს სწორედ როგორ იქნება ინიციატივა 2015 წლისთვის რომ შესაბამისობაში იყოს ევროპულ კანონმდებლობასთან. კარგი კითხვა, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ინიციატივა იქნება, ძალიან ბევრი საკანონმდებლო არა მხოლოდ ახალი, არამედ მომავალი უკვე არსებული კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანა ეს ალბათ 300-დან 350 საკანონმდებლო ინიციატივაზეა საუბარი. სწორედ ამიტომ ჩვენ ვფიქრობთ, რომ შევქმნათ რაღაც ერთგვარი აპროქსიმაციის იქნება ეს თუ ჰარმონიზაციის ბიურო ამას ადერქნება კომიტეტთან არსებული ეს მეორე საკითხია, მაგრამ ჩვენ მუშაობთ ძალიან ინტენსიურად როგორც გაეროს განვითარების პროგრამასთან, ასევე იგივე კონრად ადენაუერის ფონდთან, სხვა ფონდებთან მე მინდა გამოვიყენოთ საშუალება დღევანდელი და დიდი მადლობა გადაუხადო საერთოდ კონრად ადენაუერის ფონდს, ქალბატონ ჯანან ათილგანს, რომელიც არის ჩვენი კარგი ძალიან ახლო მეგობარი და მე არ მახსოვს არც ერთი ღირებული ინიციატივა, რომ ისინი გვერდში არ დაგდგომოდნენ, ერთ-ერთი არის სწორედ დღევანდელი გადაცემაც, ჩვენი როდესაც გვეძლევა იმ საშუალება, რაღაც ერთგვარი შემეცნებითი რაღაც ცნობიერების ამაღლება, ხო, გავაღრმავოთ და გავაღვიოთ, ეს არის ძალიან კარგი. ამიტომ ჩვენ ბუნებრივია მომავალ წელს ამგვარი გვექნება დაგეგმილი, უფრო მეტი ინტენსიფიკაცია მოგვიწევს ჩვენ აღმასრულებელ ხელისუფლებასთან მუშაობის საკომიტეტო დონეზე, იმიტომ რომ ჩვენ ბუნებრივია ხა იგივე სექტორალური კომიტეტები, რომლებიც ჩართული არიან თვითონ საპარლამენტო კომიტეტებს გულისხმობ, მათთან ისედაც თანამშრომლობთ პარლამენტში, გავაგრძელებთ ამ თანამშრომლობას, მაგრამ აღმასრულებელ ხელისუფლებაში ეს ხო თქვათ, მათ შორის განსაკუთრებით იუსტიციის სამინისტროსთან, საგარეო საქმეთა სამინისტროსთან, ფინანსთა და სხვა უწყებებთან გვექნება ძალიან მჭიდრო კავშირი, მაგრამ პარლამენტში გაძლიერება საკომიტეტო მუშაობის საკანონმდებლო ჰარმონიზაციის თვალსაზრისით ეს ერთმნიშვნელოვნად ამას ვხედავ და სწორედ ამ მიმართულებით მუშაობთ ჩვენ. გარდა ამისა აუცილებლად კონრად ადენაუერს რაც შეეხება კი, ძალიან საინტერესოა რა პროექტებს განახორციელებთ კონრად ადენაუერის ფონდის მხარდაჭერით 2015-ში კონკრეტულად. ძალიან საინტერესო ერთ-ერთი იქნება ბიულეტენის გამოშვება ჟურნალის, რომელიც პრაქტიკულად ასახავს არა მხოლოდ საქართველოს ევროკავშირთან თანამშრომლობის პერსპექტივებს, დღევანდელ თქვათ არსებულ ვითარებას და საომავლო გეგმებს, არამედ თვითონ ევროკავშირში მიმდინარე პროცესებს. ეს პირადად რა ვიცი, მე ჩემთვის ძალიან სასარგებლოა, ჩემი აპარატის თანამშრომლებისთვის, თითეული დეპუტატისთვის მე დარწმუნებული ვარ, ისე როგორც პარლამენტის ბიუროს წევრებისთვის, ყველა კომიტეტისთვის და ასევე ჩვენ ვაპირებთ ძალიან მნიშვნელოვან პროექტს, ნუ ეს მათთან ერთად უბრალოდ ფონდთან ერთად რიგის აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტამდე გვინდა გავემგზავროთ რიგაში. ჩემი კოლეგის მოპატიჟებით ეს შეიძლება გაიმართოს ჩვენი აღმოსავლეთ პარტნიორობის უკვე ასოცირებული ქვეყნების, მათ შორის უკრაინისა და მოლდოვის ვთქვათ კომიტეტების თავმჯდომარეების დონეზე, შესაძლებელია პარლამენტის თავმჯდომარეების, ნახოთ ფორმატი როგორ იქნება, მაგრამ რიგის სამიტამდე ჩვენ საპარლამენტო დონეზე ასოცირებულმა ქვეყნებმა აღმოსავლეთ პარტნიორობის პარლამენტში გვინდა ჩვენი, ანუ დასტური კიდევ ერთხელ მივცეთ იმ კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით, რომელიც უკვე რიგის სამიტზე წამოიჭრება, მათ შორის ალბათ იქნება. ხო, ეს მზადების რაღაცა ნაწილიც არის გარკვეულწილად, თუმცა მოდით შევაფასოთ, რამდენად მზად არის უშუალოდ ქვეყანა პარტნიორობის სამიტისთვის.
აღმოსავლეთ პარტნიორობის. იცით, მე ვფიქრობ, რომ მყარი საფუძველი ამის ნამდვილად არსებობს. ჩვენ გვაქვს სამი ძირითადი პრიორიტეტი გამოკვეთილი. ეს არა მხოლოდ რიგის სამით შეეხება, უბრალოდ რიგის სამითი კარგი საშუალება და შესაძლებლობა იქნება იმისა, რომ ამის პოლიტიკური დეკლარირება მოხდეს. პირველი კომპონენტი შეეხება ორმხრივად ევროკავშირის პარლამენტების მიერ რატიფიკაციის პროცესის დაჩქარებას ასოცირების შესახებ შეთანხმებისა. მეორე შეეხება უვიზო მიმოსვლის შესახებ პოლიტიკური დეკლარაციის დონეზე მაინც ამის დეკლარირებას რიგის სამიზე, რომელიც საშუალებას მოგვცემს ჩვენ უკვე 2016 წლიდან ავამოქმედოთ ამგვარი ოპტიმისტური განწყობით ვუყურებ ამას. ყოველ შემთხვევაში, ანუ ვიზის ლიბერალიზაცია და მესამე საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის პოლიტიკურ დონეზე მინიჭებაზე. ის რომ აღმოსავლეთ ევროპული ქვეყანა ვართ ეს ასოცირების შეთანხმებაში გვიწერია, მადლობთ ამისთვის ევროპას, მაგრამ ის რომ ჩვენ ევროპული რეალური პერსპექტივა იმ 59 მუხლის გათვალისწინებით რომ საქართველოს გახდება ევროკავშირის წევრი, მე ვფიქრობ, ჩვენი პრიორიტეტი ნამდვილად არის, რჩება და უნდა იყოს მომავალში. ბატონო, ახსენეთ რომ 2016 წლისთვის გვაქვს იმის შანსი რომ ვიზო მიმოსვლა იყოს, თუმცა გარკვეული ეტაპებია გასავლელი იქამდე, პროცესი დაწყებულია და მოდით ვთქვათ, რამდენად ახლოს ვართ იმასთან, რომ მართლაც კონკრეტულად ლიბერალიზაცია რას გულისხმობს? ანუ ყველა შეიძლება თუ არა წასვლა, ამაზე ყოველთვის არის ხოლმე კითხვის ნიშანი. ყველას რომ შეეხება ლიბერალიზაცია ამას ნამდვილად არ გულისხმობს. ჩვენ ვართ სადღაც ახლა შუაში ვიმყოფებით ალბათ, ჩემის აზრით. ჩვენ დავასრულეთ ვიზის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის ეგრეთ წოდებული ვლაპის პირველი ფაზა, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი, ძალიან მტკივნეული, ეს არ იყო იოლი მერწმუნეთ და გადავედით ახლა უკვე მეორე ფაზაში. სადაც ძალიან ბევრი სამუშაო მოუწევს განსაკუთრებით ჩვენ აღმასრულებელ სტრუქტურებს, ბევრი რეფორმების გატარება. ეს იქნება იუსტიციის სამინისტრო, შინაგან საქმეთა სამინისტრო, თუ ნებისმიერი სხვა ჩართული უწყებები განსაკუთრებით და ბევრი რეფორმების გატარება. სხვადასხვა უწყებაში, მათ შორის ძალოვნებს იგივე პროკურატურა ავიღოთ. დანარჩენი ჩამოგითვალეთ, რომლებიც ყველაზე აქტიურად არიან ჩართულები. ვიზის ლიბერალიზაცია მე ვიტყოდი პრაქტიკულად უკვე დაწყებულია. იმიტომ რომ მაშინ როდესაც ხო იგივე დიპლომატიური პასპორტები, თქვათ სერვის ეგრეთ წოდებული სერვის პასპორტები, ეს გაცემა, თქვათ სტუდენტებისთვის გაიოლება და ასე შემდგომ ფასის დაწევა მოხდა, ხო? რაღაც ერთგვარი ნაბიჯი გადაიდგა, რაც არ არის ცუდი, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს მოქალაქეებს მე ძალიან კარგად ვიცი, რომ დღესაც უამრავი პრობლემები ექნებათ. სწორედ აი ამ პრობლემებს მოუქმნის ის საყოველთაოდ უვიზო რეჟიმის დამყარება, რომელიც უკვე მოლდოვამ გაიარა, გასულ წელს გახსოვთ თქვენ, მათ უკვე მიენიჭათ ჩვეულებრივ უვიზო მიმოსვლა ევროკავშირის ქვეყნებში. ჩვენ თუ 2015 წლის განმავლობაში კარგად მოვიქცევით, სწორად ვიმუშავებთ, ამ რეფორმებს გავატარებთ მაქსიმალურად შესატყვის და ესე სათანადო დონეზე, მე დარწმუნებული ვარ და მათ შორის აღმოსავლეთ პარტნიორობის რიგის სამიზე თუ კი პოლიტიკური დეკლარაცია მოხდება იმისა, რომ საქართველოს მიეცეს უვიზო რეჟიმი ევროკავშირთან, მერე უკვე 2016 წლის დასაწყისიდან, სადღაც აი შუამდე პერიოდში და ეს ნამდვილად არ ცდება რაღაც რეალობის ფარგლებს, დამიჯერეთ, შესაძლებელი იქნება ამგვარი ხელშეკრულების გაფორმება უკვე ევროკავშირთან. მე ამას იმედით პროგნოზია ნამდვილად. მე მინდა რომ და დარწმუნებული ვარ, რომ ეს ბოლო-ბოლო მიღწევადია და მივახცევთ კიდეც. ძალიან დიდი მადლობა. წარმატებას გისურვებთ შემდგომ მუშაობაში და ჩვენს მაყურებელს შევახსენებთ, რომ ჩვენი სტუმარი იყო საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ბატონი ვიქტორ დოლიძე და იმასაც შეგახსენებთ, რომ უყურებდით ევროპის დროს, რასაც ახორციელებს ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის კომიტეტი კონრად ადენაუერის ფონდის მხარდაჭერით. და ასევე შეგახსენებთ თემას, ασოცირების შემდეგ მეორე პარასკევს. ასოცირების ხელშეკრულების აღსრულებაზე უკვე დეტალურად ვისაუბრებთ. ახლა ვნახოთ რეკლამა და რამდენიმე წუთში დავბრუნდებით. დროებით.